ახლა თუ ბევრი ხალხი არ გამოვიდა, მე ხო გესმით, წამოვა მეორე მხრიდან ნიჰილიზმის ისეთი თესვა, რომ ამ ნიჰილიზმის გადატეხვა ძალიან რთული იქნება ჩვენი მხრიდან. ანუ იმის ლაპარაკი, რომ არ უნდა ხალხს არ აინტერესებს ფეხებზე კიდია შესაბამისად ამის გაჩერება არავის არ შეუძლია. ნუ ოცნება იტყვის არ შეუძლია, იმიტომ რომ არც უნდათ. ამიტომ სინამდვილეში იმისთვის რომ შემდეგ რამის შანსი არსებობდეს, ეხლა უნდა გამოვიდეს ბევრი ხალხი. თუ ეხლა ხალხმა თავი არ შეიწუხა, დაიზარა ნაბიჯის გადადგმა, რაღაც მოერიდა. ეხლა აი ამ კონკრეტულ დაანონსებულ დღეს მოვიდა ცოტა ადამიანი, მე ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ ეს არ არის არც რაღაცა გადაჭარბებული სამობილიზაციო ტექსტი. პირდაპირ ეგრე დგას საქმე. ეხლა ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული. თითოეული თქვენგანი გარშემო რამდენსაც დაარწმუნებთ, რომ წამოვიდეს თქვენთან ერთად, იმდენი შანსი გაგვიჩნდება მომავალში, შემდეგ გაგრძელდეს ეს პროცესი ეფექტურად და მომავალში დაიდოს შედეგი. ხო ყველას ესმის, რომ ამ აქციაზე თუ მოვიდა პირობითად 100,000 კაცი, მან ამ ბრძოლის ეფექტურად გაგრძელების შანსი არის დრამატულად დიდი. თუ მოვიდა 5,000 კაცი, მან გასაგებია რომ დადგება საკითხი ისე რომ არ დომიეხლა ხალხს არაფერი და მაშინ ცვლილებები მიღწევადი არ არის. ეს არ არის ცარიელი სიტყვები მუხტის გასაზრდელად, ეხლა მართლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და არ მიუდგეთ ამ სიტყვებს ზერელე დამოკიდებულებით. 7 დეკემბერს 16 საათზე აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.